17 წლის ქალის განსაკუთრებული მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი ამ დროის განმავლობაში დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. არსებული ინფორმაციით მას ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს, თუმცა უცნობია 26 წლის მამაკაცი აღიარებს თუ არა სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილ ბრალს. საგამოძიებო უწყება მამაკაცს ედავება უცხო ქვეყნის მოქალაქის განზრახ მკვლელობას, როგორც ვრცელდება ინფორმაცია 26 წლის მკაცმა 37 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქეს მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც მამაკაცის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც საგამოძიებო უწყება იუწყება, სავარაუდოდ 26 წლის მამაკაცმა მეგობარ ქალთან საცხოვრებელ ბინაში თავდაპირველად კონფლიქტი დაიწყო. მას სურდა ფუადი თანხისა და ძვირადღირებული ნივთების მიღება, რის შემდეგაც ქალმა ვარი უთხრა ამ ნივთების გადაცემაზე. სწორედ ამის შემდგომ ეს დაპირისპირება სისხლიან ანგარიშტორებაში გარდაიზარდა და 27 წლის ქალს 26 წლის მამაკაცმა მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან მიიმალა, თუმცა საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ რამდენიმე საათში თავადვე ჩაბარდა ის პოლიციას. გუშინ მილიცია იყო და რატო იყო ნეტამეთი? ქალი მოკრესო, ქალი იყო. გოგოლთია. ეს როდის იყო გუშინ? გუშინ წინ. თან სხვა არაფერი არ გაგიგია. თქვენთან ხარ გქონდა პოლიცია? არა. დანის მოვლე. პოლიციელები ხომ არ ყოფილან თქვენთან კამერების ამოსაღებად? გუშინ. კი ბატონო, მე ეცეთ რამე კადრები, რამე ჩანდა, გადაადგილება რამე. არ ვიცი, ინფორმაცია ეს ვიცი რომ დაკავშირების მიზნით მოხდა მკვლელობა. სხვა ესე დეტალური ინფორმაცია. ანუ იცნობდნენ ერთმანეთს. აზიანება, არანაირი გაგებაშიარება, ხოლმე ეს ინფორმაცია მომივიდა რომ დაკავშირების მიზნით მოხდა მკვლელობა. გოგოა მოკული ბიჭია. ხალე აქ ცხოვრობდა იცნობდი? კი, ვიყო 2 დღის აქ. რამდენი ხნის წინ იყო და 2 დღის. დაკავებული არამე ხომ არ იცი? ნუ 2 დღის წინ ქონდა ნაკერავები. პოლიციელები იყვნენ ადგილზე, იცნობდით ამ გოგოს ვინც მოკლა? არა, რამოდენიმე ნაკერავებინეში ცხოვრობდა, ჩვენ არ მე ნანახით არ ვყავდა არ ვიცი. 2 დღის წინ იქირავაო, ესე გითხრას. ხო, მე მგონი ეგრე იყო. კამერები არის, რითაც შეიძლება კორპუს კამერები არა. დანაშაულის ადგილას სამართალდამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს. მთელი პერიმეტრი პოლიციელებს ყვითელი ლენტით ჰქონდათ შემოსაზღვრული, როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, პოლიციელებმა მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. არ არის გამორიცხული, რომ დღესვე იმსჯელოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მახვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით და სწორედ პროცესზე გახდება ცნობილი თუ როგორი იქნება ვერდიქტი მოსამართლის იმ პირის მიმართ, რომელმაც 27 წლის ქალს მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა.